რესტორანი გიენუსი საქართველოს სარესტორნო ბაზარზე მრავალი წელია არსებობს. ამჟამად რესტორანი განახლდა და 14 დეკემბერს განახლებული სახით დახვდა მოწვეულ სტუმრებს. ოჩამჭირე, რომელსაც ეხა ქვია ოჩამჭირე, ძველად ერქვა გიენოსი. და ეს მესვეურები არიან, ანუ მეპატრონეები ამ უმშვენიერესი ლოკაციის, სადაც თქვენ იმყოფებით დღეს, რომლებსაც რა თქმა უნდა ეს იდეა დაებადათ, იმიტომ რომ მათ ენატრებათ ის კუთხე, ის მხარე და აქედან გამომდინარე დაიბადა, ეს არის ინსპირაცია იმისი, რომ დაერქვა გიენოსი. წინა საახალწლოდ დავპატიჟეთ მეგობრები, დავპატიჟეთ მე და ქალბატონმა ნინომ და მოვიწვიეთ ისინი, რომ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მაინც ჯერჯერობით თავს უკავით რაღაც ივენთები, კონცერტები, მაგრამ იმას ვიტყოდი, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის და ახალ წელსაც 2025 ლამაზად და კარგად შევხვდებით. მადლობა ჩემს ხარდამჭერებს, ყოველთვის რომლებიც ყოველთვის ჩემი ღონისძიების, ივენთების და ყველაფრის მასპინძელი და ხარდამჭერები არიან. მე მინდა მადლობა უთხრა დღევანდელ ჩემს ხარდამჭერს ელი ბუტიკი, რომელიც მდებარეობს თბილისში, ასევე Adoro Beauty, სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრი. განახლებულ გიენოს საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერლები და ცნობილი სახეები სტუმრობდნენ. ჩვენ ვართ მოსული არაჩვეულებრივ რესტორან გიენოში, მოგვიწვიეს მე და მარკუსი. დავთანხმდით დიდი სიამოვნებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი წინა საახალწლო განწყობა იქნება ასე ვთქვათ, ამაღლებული განწყობა გვექნება, მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში არის რაღაც ბევრი სირთულე, ჯერა რომ ჩვენ ამ ყველაფერს დავძლევთ და გაგვითენდება ძალიან ბედნიერი ახალი წელი და ქართველი ხალხი იქნება ძალიან ბედნიერი და ვილოცავ რა თქმა უნდა, მათ დიდი სიყვარულით და ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს, რაც აქამდე გვენატრებოდა და გვინდოდა ამ წელიწადში აღსრულებოდეს. ძალიან დიდი მადლობა მის მენეჯმენტს მოწვევისთვის. მე ვუსურვებ ძალიან ბევრ სტუმარს, დღესასწაულს, უამრავ დღესასწაულს, მათ შორის საქართველოსაც, მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენ ყველას ერთად. მოხარული ვარ რომ მოვედი, ძალიან კარგი გარემო დამხვდა და იმედი მაქვს რომ ახლო მომავალში იქნება ძალიან ბევრი კარგი და დადებითი კორპორატულები და ივენთები და ხალხი ძალიან კარგ და სასიამოვნო გარემოს გაატარებს გიენოსის რესტორანში. დარწმუნებული ვარ რომ ძალიან წარმატებული რესტორანი იქნება, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი და გადასარევი მენეჯერი ყავს, კახი და რაც უფრო მეტი ასეთი რესტორანი გაიხსნება ჩვენს დედაქალაქში, მით უფრო კარგია და მოხარული. ვუსურვებ ბევრ ძალიან საყვარელ და კარგ სტუმარს და ბევრ კარგ ლამაზ კონცერტს დასამახსოვრებელს გიენოსში. რესტორანი ყოველ დღე მუშაობს დილის 11 საათიდან ღამის 1 საათამდე. გართობის მოყვარულებს გიენოსში დახვდებათ ცოცხალი მუსიკა. ასევე შესაძლებლობა ექნებათ დატკბდნენ ქართული ნაციონალური ცეკვებით. კახის ვუსურვებ ძალიან ბევრ წარმატებას. თბილისში გვექნება კიდევ ერთი ახალი განახლებული, კარგი სივრცე და ლოკაცია იქ სადაც შეგვიძლია ქართული საღამოებით დავტკბეთ. მინდა რომ წარმატება უსურვო რესტორანს, მომწონს აქაურობა ძალიან და ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებენ. ძალიან ყვაყოფილი ვარ აქაური გარემოთ და მომსახურეობით. ქართულ ევროპული სამზარეულოები უგემრიელესი კერძებით გაგიმასპინძლდებათ. რესტორან გიენუსში ყველა პირობაა შექმნილი, რომ სასიამოვნო საღამო გაატაროთ.